არიან სხვები, ვინც ვიცი ასპარეზის ჰონორარი აინტერესებს. მე არ მაინტერესებს. არც ქამრის ჰონორარი არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს მოგიბა. ზუსტად შენთვის გეიმპლანიც გვაქვს გამომუშავებული და ზუსტად ვიცი რა ღილაკებს უნდა დავაწვე მოკლედ ერთ სიტყვით რა. შეიძლება სტრუპეზებიც დაგხვდეს. ო. სანტა კლაუსი ხარ ესე იგი სულ. სანტა კლაუსი რა. ნიკა ბურნუჩიანი და ირაკლი მახარობლიძე საშუალო წონის ქამრისკენ მიმავალ გზაზე ერთმანეთს გადაეკვეთნენ. ორივე მებრძოლი წაგებიდან მოდის, ასე რომ მათ ამ დაპირისპირებაში გამარჯვება განსაკუთრებით ჭირდებათ. ორი ნოკაუტერი და სანახაობრივი მებრძოლი ერთმანეთის პირისპირ 27 ივნის Breaking Bad-ზე. სალამი. როგორ ხარ? მაგრად მაშინ ავახარ. ის კარგად, როგორ გაიარება, მომზადება? ყველაფერი იდეალურად. როგორც ყოველთვის, მზად თუ არ ბოლო წვეთამდე ვიჩხუბო. როგორც ყოველთვის ვიყავი მზად. შენ? მეც მასე რა. განსხვავება თემაში თითქმის მომთხოვით რა. შენი ჩხუბებით რა ვნახე. წინ სიარული გიყვარს და უკან არ მიდიხარ ძირითადად. ნუ ძალიან სანახაობრივი ჩხუბი იქნება ჩემი აზრით რა. ჩემი აზრით ერთი ყველაზე სანახაობრივი ჩხუბი იქნება ამ ივენტზე. ჩვენი მოზადებაზე რას მეტყვი? ჩემ მოზადებაზე? ყველაფერი ხუთიანზე. შენ? მეც კარგად რა, მაქსიმალურად რა. დარწმუნებული ვარ, რომ აიხოძე ხარ. როგორც ყოველთვის. ხალხს შევთავაზოთ რა ჯიგრულინის რაც ევასებათ, რა სისხლი, დარტყმების გაწოდება და შემო. ორივეს გვევასებათ შეხაობა რა. სად გაიარე კემპი? კემპი გავიარე ჩემ დარბაზს, სადაც გავდიოდი აქამდე, ჩემპიონთა აკადემიაში. ბიჭებთან ერთად, ჩემ ძმებთან ერთად ვენაცვალე გულში ყველას და რავი მომემზადეთ მაქსიმალურად ზუსტად შენთვის გეიმპლანიც გვაქვს გამომუშავებული და ზუსტად ვიცი რა ღილაკებს უნდა დავაწვე მოკლედ ერთ სიტყვით რა. შენ სად გაიარე ძმა? მე გავიარე ალფაგინეში ჩემს ძმებთან. ეს ანალოგიურს გეტყვი ზუსტად იგივენაირად, მომზადებული ვარ ყველაფერთვის. სამი რაუნდი იქნება, რაუნდს დაამატებენ თუ რა იქნება, მაგაში მზად ვართ. ჩემი პრობლემა ძირითადად ხალხის თვალიდან როგორც არის ხოლმე, შენს გეცოდინება შუბებს თუ ნახავდი დიხანია ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ნოკაუტზე წასვლა. მიყვარს ყველაფრის ჩადება დარტყმებში. ამ შემთხვევაშიც ეგრეა ყველაფერი, მაგრამ რაღაცეების დამატებული აქვს. შეიძლება სტრუპეზებიც დაგხვდეს. ო. სანტა კლაუსი ხარ ესე იგი სულ. სანტა კლაუსი რა. გაზარია. შეიძლება შენი გეიმპლანი არ იყოს. ზუსტად იმაზე წყობილი როგორც მე ვარ მომზადებული. მაგას ვნახავთ 27-ში. ეხლა წინასწარ არაფრის თქმას აზრი არ აქვს. ყველაფერს რინგი გადაწყვიტავს. მე ყველაფერს ვარ მზად. დავისთავად. ბოლო წინ არც ერთი ნაბიჯი უკან. აქ ვიქნები და ყოველთვის ვიქნები აქ. ეგ უნდა ხალხსაც დამიჯერე. მაგით აინტერესებს ჩვენი ბრძოლა ძალიან ბევრს. რა თქმა უნდა. და კაი ბრძოლა იქნება, მე მაგაში ეჭვი არ მეპარება და ჯანი არ შენგაკლია და არც მე. მაყურებელს მოეწონება ყველა ვარიანტში. კი, დარწმუნებული ვარ. ორივეს ბადოსთან გვაქვს ნაჩხუბარი სხვათა შორის და რას მეტყვია, მაგ ჩხუბზე და ეხამდე შენ თავზე. კაი ბიჭია ბადო, კაი ჩემპიონია, კაი ბრძოლებს ატარებს, მაგრამ მაგ ჩხუბში, უშუალოდ ჩემ ჩხუბში მან იმოქმედა წონის კლების ფაქტორმა. მე მაგ ჩხუბამდე წინა თვეშიც ვიჩხუბე. და მე მომდევნო თვეში ვიჩვან ფაქტიურად ერთ თვეში დავიკელი ორჯერა უკვე და მე რომ მეგონა უკვე ფიზიკურად ავიტანდი მაგდენს წონის კლებას და ასე შემდეგ უბრალოდ ორგანიზმმა მიტყუა რა და ეგ იყო და ეგ თორემ დანარჩენი კიდე შენ რა სიტყვი? მე პირველ რიგში პატივისცემა როგორც შენ ისე ბადო მაგარი ბიჭია რინგი გაგვიზიარებია ერთად მაგრამ იმ პერიოდშიც მე და ბადოს მოგვიწია ერთმანეთთან ჩხუბი ვაფშე სხვანაირი მომზადება მქონდა. საერთოდ მომზადება არც მქონდა, მაგას რასაც შემიძლია დავარქვა ასე ვთქვა და აი მოკლე და ეგ არ იყო მომზადება რაც ჭირდება ჩხუბს. თავს არ გამიმართლებდა რაღაცებს არ დავიწყე რაღაც ტრამებიც იყო ისიც იყო ესეც იყო, მაგრამ ჩემი აზრით ეხლა ბევრად სხვა ვარ, ვიდრე მაშინდელი ჩემი თავიდან. რა ვიცი, ნახოთ. ორივე ერთი მიზანი გვაქვს. ძლიერი გაიმარჯვებს. აუცილებლად. ერთადერთი იმას ვიტყვი, რომ 84 კილოგრამში ვაპირებ ჩემს გამას კარიერის დასრულებას და
არანაირ იმას არ გამიხილავ. ჩემი გეგმა არის გავიარო ერთდროულად მივიდე კამერამდე, დარწმუნებული ვარ შენც. ასე რომ არავისთან რემატჩი არ იქნება, ორგანიზაციაც შეპირებულია. ბრძოლის შემდეგ გავდივარ კამერაზე და ასე რომ ეს არის ჩემი მიზანი. მე წინ არ ვიხედები მხოლოდ და მხოლოდ ეს მოწინააღმდეგე მყავს მიზანში აღებული და მე მხოლოდ და მხოლოდ ამაგასთან ბრძოლაზე ვფიქრობ და მაგასთან ბრძოლა კიდე იქნება დასრულებული ჩემ სასარგებლოდ. და მერეზე მერე ვილაპარაკოთ რა ეხლა მე დიდად თვალს არ ვადევნებ ვინ წონებში როგორ ადის ჩადის მე კონცენტრაცია მაქვს სხვა რაღაცეებზე და უშუალოდ ეს ჩხუბის რო ჩაივლის დავჯდები და დავილაპარაკებთ ორგანიზაციასთან და ზოგადად რა დანარჩენზე. ჩემი ამბიცია ყოველთვის იყო კამარი და იქნება და მაგ ამას აუცილებლად წამოვიღებ და მაგას უბრალოდ დრო ჭირდება რა. რაღაც მიზეზების და მომენტების გამო ცოტა გაიწელა ეგ, მაგრამ არა უშავს რა, ალბათ უფლისნება იყო მასე რომ მოხდარიყო და დანარჩენზე კიდე დანარჩენს კიდე ყველაფერს დრო გვიჩვენებს რა, ერთ სიტყვით რა, ვერ ვარ გავატრაკოთ რა. ეგენს ზოგადად რა, აი ხა მოვდივარ ცოტა ისე წამივიდა რა, გამაში კარიერა ესე რომ თქვა, მაგრამ ზოგადად ცხოვრება რა კიბეა რა, ხან ადიხარ, ხან ჩადიხარ, აი ხა ზოგს ვიღაცას ტეხავს ეგეთი მომენტები, მე კიდე პირიქით მაძლიერებს ცხოვრებაში მქონდა ესეთი რთული მომენტები, იქ მაღლაც ავდიოდი, დაბლაც ჩავდიოდი, მაგრამ მე არაფერ არ გამტეხა და აგი რა გვარ ესეთი მენტალურად გაძლიერებული და ჩემ თავში დარწმუნებული როგორც ყოველთვის მაგაში ეჭვი არ მეპარება და დანარჩენზე კიდე რა ვიცი პალასაა რა, ხანდახან კიდე შავი პალასა, ასაფრენი პალასა ხდება რა გაროჩე და მე მორალურად მაგრად ვარ განწყობილი ფიზიკურადაც და ჩემ მორალურს და ფიზიკურ მხარეს ერთმანეთში დავაბალანსებ ამ ჩხუბში 27-ში და მე და შენ რო გავიზიარებთ რინგს, მანდ ყველაფერი გამოჩნდება. ესე იგი მზად ხარ ყველაფერთვის. თავისთავად. ძალიან კარგი. მე თითქმის იგივენაირად მაგრამ იგივენაირად ვერ ვიტყვი. ჩემი პალასა ბევრად სხვანაირია. მოგება წაგება მაქვს. თითქოს რაღაც არასტაბილური ის არის რეკორდივით, მაგრამ იგივენაირად მინდა გავაგზავნო მარტო მოგებებით, რა თქმა უნდა. წაგებას არასდროს არ განვიხილავ. ვისთანაც შევდივარ მხოლოდ მოსაგებად. უდიდესი პატივისცემა ძალიან მაგარი სპორტსმენი ხარ, მაგრამ აუცილებლად როგორც შენ შემოხოლის მე შემოვალ მოსაგებად. თავისთავად. ასე რომ ჩემი პალასა როგორც მე მინდა ამ შემთხვევაში ზუსტად ისე უნდა იყოს. არ გაგიკვირდება და არც ერავის გაუკვირდება. მის მებრძოლია და მებრძოლები ვართ ყველა მაგისტრის ვართ აქ რომ წაგებისთვის აქ არავინ არ ჩხუბოთ იმისთვის რომ ასპარეზის საფასური და ჰონორარი ავიღოთ. აქ ჩხუბოთ ხოლმე იმისთვის რომ მოვიგოთ. ჩემპიონები და არიან სხვები, ვინც ვიცი ასპარეზის ჰონორარი აინტერესებს. მე არ მაინტერესებს. არც კამრის ჰონორარი არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს მოგება. ანალოგიურად. ეს არის და ეს. როგორ წავა ბრძოლა, რა ვინახავთ როგორ წავა, მაგას დრო გვიჩვენებს რა. მე არცერნაბის არ გადავდგა უკან როგორც ანალოგიურად ეს ბიჭი და დანარჩენს კიდე მათ გვიჩვენებს კლინჩი იქნება თუ გაცვლები იქნება თუ რა იქნება თუ პირველ ნომრად მუშაობა იქნება თუ მეორე ნომრად მუშაობა, მაგას ყველაფერს 27-ში გავიგებთ. ეხლა აქ რო წინასწარ ვივანგოთ 27-ში ვნახავთ რა. ბრძოლა რა, რაც არ უნდა დაგეგმილი იყოს ჩემი აზრით, თავისთავად. წინასწარ შეიძლება კონდეს game plan-ის ყველაფერი დაგეგმილი, მაგრამ არ წაგივიდეს რაღაც და მე ყოველთვის იმპროვიზაციას ყოველთვის კარგად ვეგუები ხოლმე რა, რაც ჭირდება სიტუაციას იმას ვაკეთებ და არ გამიჭირდება ჩემი აზრით რა, რაც არ უნდა დამხვდეს მაგისტრის მზად ვარ. ეგრე წარმატება არა, მაგრამ ჩვენი ჩხუბის მე ძალიან ბევრი წარმატებას გისურვებ. შემოძმაო, კარგი ჩხუბი ვანახოთ ხალხს. ანალოგიურად. მაგარი კარგი ხარ, მაგარი სპორტსმენი ხარ და მოგელებულში. დამშე წარმატებას.